გთხოვთ ნაწილობრივ დახურვის ხდომა, სასამართლო განხილვა, გახადოთ საჯარო და სრულად გახსნათ ის, რომლის შედეგადაც გარდა ჟურნალისტებისა, ასევე საზოგადოების სხვა ნაწილს, მათ შორის ბრალდებულების ოჯახის წევრებს, მეგობრებს და იმ საზოგადოებას, რომელიც გარეთ არის, მიეცემა საშუალება, რომ პროცესში მიიღოს როგორც დამკვირვებლის როლში მონაწილეობა. Ამას ვაფუძნებთ იმ გარემოებებს, რომ ჩვენ წინა სასამართლოს ხდომაზეც დავაყენეთ ეს შუამდგომობა, თუმცა სამწუხაროდ თქვენი მხრიდან ეს არ დაკმაყოფილდა და პირველად, როდესაც ხდომა დაიხურა, ნაწილობრივ ეს იყო 5 მარტი. 5 მარტი, როდესაც რა უძღოდა საფუძვლად ამას უძღოდა ერთ-ერთი ბრალდებულის, ბატონი ჯანო აჩაიას ხდომიდან გაძევება, რომლის გამოდაც დარბაზში შეიქმნა ემოციური ფონი. ეს ემოციური ფონი უკვე გასული არის, მით უმეტეს თქვენ ამ ემოციურ ფონზე იმსჯელეთ უკვე წინა პროცესზეც კი, როდესაც ბატონი ჯანო დაუშვით, ანუ ის დრო, რაც გავიდა, საკმარისი იყო იმისთვის, რომ ეს ემოციური ფონი ჩამწყალიყო. გარდა ამისა, რაც მე უკვე აღვნიშნე, ჩვენს შუამდგომობას დანართის სახით აქვს მიმართვა და მე ამ მიმართვასაც გავაჟღერებ. ამ მიმართვას ასე ვთქვათ მოამზადა მოქალაქეებმა, რომლებიც ახლა არიან გარეთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არ არის გუშინ მომზადებული ან გუშინ წინ და ასე შემდგომ, ეს არის მოქალაქეების მიმართვა, რომლებიც ახლა აპირებენ შემოსვლა სასამართლო დარბაზში. ანუ არა ჰიპოთეტურად ვიღაცამ ქუჩაში მოგვიწერა ხელი, არამედ ეს ადამიანები ახლა გველოდებიან იმისთვის, რომ შემოვიდნენ სასამართლო სისხლის სამართლის საპროცესო უდესის 93 მუხლის მეოთხე ნაწილს გამოიყენებს იმავე შინაარსის შუამდგომობა, რომელზედაც უკვე მიღებულია გადაწყვეტილება იმავე სასამართლოში აღარ განიხილება. შესაბამისად, სასამართლო შუამდგომობას არ განიხილება. ჩვენი შუამდგომობებს იმაში, რომ იქნებ მიცეთ დასწრების შესაძლებლობა მონიტორებს, რომლებიც უბრალოდ სასამართლო პროცესს აკვირდებიან. სხვა შემთხვევაში პატივცემულობა მოსამართლე უბრალოდ ძალიან მარტივი გახდება ნებისმიერი პროცესის დახურვა ერთი პროვოკატორის მეშვეობითაც კი, ხო, ჰიპოთეტურად რომ ავიღოთ სახელმწიფოს ან ნებისმიერ პირს რომ მოუნდეს პროცესის დახურვა უბრალოდ, ანუ შემოვა პროცესზე რაღაცას გააკეთებს, რაც წესრიგს არღვევს სასამართლოს სხდომის ჩატარების დროს და სხდომა ჩვენ ისიც გვეყოფა, რომ უდანაშაულოდ ვარ დათხოვებულები და ყოველგვარი საფუძვლის და მტკიცებულების გარეშე მოგწყვიტეს ოჯახებს და ახლა იმის უფლებასაც არ გვაძლევთ, რომ სასამართლოზე ვნახოთ ჩვენი მშობლები? ანუ როგორი შეუგნებელი უნდა იყო ადამიანი, რომ შვილს არ მისცე თავი შეიკავეთ, რა თუ შეიძლება ეგ არის სასამართლოს რა დააშავა დედაჩემმა მაია ლეკიშვილმა და მამაჩემმა ილია კიკნაძემ, რომ ახლა თავის შვილს ვერ ნახულობენ სასამართლოზე. თუ ჩემი მშობლები და დანარჩენი ბრალდებულების ახლობლებიც არ დაასწრებთ სასამართლოზე, მე ამ ცირკში მონაწილეობის მიღებას არ მინდა რომ დავტოვო მაშინ დარბაზი. თქვენ კიდე ეს რაღაცას დავამატებდი. 3 დღის წინ გიორგი ანწუხელიძის მკვლელი სეპარატისტი ოსი მოკლეს. აი ის სეპარატისტი ოსი, რომელთანაც ბოდიშის მოხდას თქვენი ბელადი გავალენდათ და უნდა იცოდეთ, რომ ყველა მოღალატის ბოლო არის ეს და თქვენც მშვიდად ნუ დაიძინებთ ხოლმე ღამე. საინტერესოა მოასწარი თუ არა ბოდიშის მოხდა ამ სეპარატისტი ოსისთვის. და გთხოვთ ახლა დამატოვებინოთ დარბაზი, რადგან ამ ცირკში მონაწილეობის მიღება არ მინდა. თავი შეიკავეთ და მებრძანეთ. თავი რანაირად შევიკავო, დედმამის ნახვის უფლებას არ მაძლევ. ეგეთი შეუგნებელი მონა როგორ უნდა იყო, რომ შვილს დედის უფლების გაძევებული ხარ. ისედაც მივდიოდი. შეიძლება გაასაჭირო 48 საათში განკარგულების ჩაბარებიდან. მონა ხარ, ბიტო, მონა. მეგობრებო, გაგთინით ის გადაწყვეტილება შეცვალოთ, რაც მანამდე მიიღეთ. დავარავდოთ გაკ. მაშინ თუ არ განიხილავთ, მე მინდა გთხოვოთ, რომ თუ არ განიხილავთ, ეგ მაინც აგვიხსნათ, რატო არ განიხილავთ იმ პირობებში, როცა რაღაც ახალი გარემოებები არის. ქრონიკებს არადგინა მაგალითად ადამიანების სია, რომლებიც თავის აქციაზე პასუხისმგებლები არიან და როგორც მინიმუმ იგივე თქვენ რაც სავარაუდოდ თქვენ რაც საშიშროებასაც ხედავთ, იმ საშიშროების პრევენცია მოხდება. შესაბამისად, მე მინდა გთხოვოთ, რომ უბრალოდ ახსნათ რატო არ განიხილეთ, არც კი განიხილეთ. ვინაიდან იმიგრაციიდან არის დაბრუნებული დედაჩემი და ამაღამ მიფრინავს. მინდა უმორჩილესად გთხოვოთ, რომ დაუშვათ სხდომაზე.